კარგით 34 თავს კითხულობთ დღეს პირველი მუხლიდან. თუ მოვასწარით 35 თავსაც წავიკითხავთ, რა ვიცი შევხედოთ როგორ იქნება, როგორ მოგწევს დრო ამის საშუალებას. და თქვენი ძალები კიდევ უნდა გითხრათ, რომ ეს ორივე თავი რაღაცა ტრაგიკული მოვლენით არის დატვირთული. წინასწარ არ მოგიყვებით, რა თქმა უნდა, წავიკითხოთ ტექსტი და ვნახოთ რა მოხდება. თუმცა კი გეტყვით იმას, რომ ისეთი ოჯახური პრობლემებია განხილული, მრავალშვილიანი ოჯახის პრობლემებია, შეიძლება ესე ითქვას, განხილული, რომელიც ძალიან კარგი მაგალითია დღევანდელი ჩვენი ცხოვრებისთვის. აი ადამიანი, რომელსაც მრავალშვილიანი ოჯახი ყავს, ან თუნდაც ერთი ყავს, არ აქვს მნიშვნელობა. ამ შვილებთან ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება, ადამიანების ურთიერთობა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია, რელიგიური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა რელიგიის ხალხთან დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენ აქ წავიკითხავთ როგორ და რანაირად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები. ჩვენ აქ წავიკითხავთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რჩეული ერის მამამთავრები არიან, ებრაელთა მამამთავრები არიან და ამათგან წამოვიდა მთელი ებრაელი ერი. იმიტომ კი არ მოხდა მათი გამორჩევა, რომ დიდი წმინდანები არიან. არ დაიჯეროთ ეს ამბავი. ჩვენ ახლა ისეთ ცოდვებს წავიკითხავთ მასზე, რომ შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ და თქვათ, რომ ვაიმე, როგორ, რანაირად, როგორ მოხდა ეს ამბავი. წავიკითხავთ, რომ ესეთი ამბები მოხდა, ესენი არიან ეს მამამთავრები და მათი გამორჩევა ამიტომ კი არ მოხდა, სხვა რამის გამო მოხდა და აი სხვა რამე მინდა იპოვოთ თქვენ აი ამ წიგნში ახლა რასაც ვკითხულობ. კარგით, დავიწყოთ 34 თავის პირველი მუხლი. გავიდა დინა ლეას ასული იქაური ქალიშვილების სანახავად. მე უნდა შეგახსენოთ, იაკობს ყავს 12 შვილი. ეს 12 შვილი მას ყავს 4 ქალისგან. ერთ-ერთი არის ლეა, რომელიც მისი პირველი ცოლია და მას ყავს აი ამ ქალისგან, ესე იგი 6 ვაჟი და 1 ქალიშვილი, რომელსაც სახელად ქვია დინა. აი ამ დინას ისტორიაზეა ახლა ლაპარაკი. გავიდა დინა ლეას ასული იქაური ქალიშვილების სანახავად. აი ეს მუხლიც ბიბლიაში არაფერი შემთხვევით არ წერია, მე ადრეც გითხარით თქვენ და არც ეს არ არის შემთხვევითი, რომ გავიდა ლეას ასული, სად გავიდა, აი ეს კითხვა ისმის, იქაური ქალიშვილების სანახავად. და ვინ არიან იქაური ქალიშვილები? წარმართები. ამიტომაც ეს ინტერესი, ცნობის მოყვარეობა, რომელიც დინას აქვს, ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება. აღმოჩნდება, რომ ძალიან ტრაგიკული აქვს შედეგი ამ ცნობის მოყვარეობას და მე შეგახსენებთ, რომ ევას შემთხვევაში სწორედ ასე იყო, როდესაც მობრძანდით. როდესაც ევას ცოდვით დაცემა ერთ-ერთი შეიძლება ითქვას მთავარი მიზეზი ცნობის მოყვარეობა გახდა სწორედ, იმიტომ რომ შეხედა იყო ძალიან საინტერესო, ძალიან საამური სანახავი, საჭმელად გემრიელად გამოიყურებოდა და ეს ყველაფერი მაშინ რა თქმა უნდა ცნობის მოყვარეობას აღძრავდა და ამიტომაც გააბა მან ეს საუბარი ვისთანაც გააბა, აღარ დაუბრუნდები ამ ისტორიას. ამიტომაც დინა, რომელიც გადის, ის არასრულწლოვანია. რას ნიშნავს ახლა არასრულწლოვანი? ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, მოგზავნით. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს არასრულწლოვანი. მაშინ ქალიშვილებს 12 წლისას ათხოვებდნენ. ამიტომ არასრულწლოვანად არ ჩაითვლებოდა ადამიანი თუ იყო 12 ან 13 წლის. რას ნიშნავს ათხოვებდნენ? როგორც კი ის ქალი გახდებოდა, ანუ ბუნებრივად, ბიოლოგიურად ქალი გახდებოდა, მისი გათხოვება შესაძლებელი იყო უკვე და ათხოვებდნენ. და ეს ასაკი დაახლოებით 12-13 წლის ასაკში დგება ქალისთვის, ხო მართალია? დაახლოებით ახლა ვიღაცა შეიძლება ცოტა უფრო გვიან დაუდგეს, ვიღაცა შეიძლება ცოტა უფრო ადრე, მაგრამ დადგენილი ასაკი 12 წლის ასაკში, 13 წლის ასაკში ქალიშვილებს ათხოვებდნენ. და დინა კიდევ უფრო პატარაა. სავარაუდოდ ის 10-11 წლის გოგონა არის ამ შემთხვევაში, რომელიც ცნობის მოყვარეა, ჩამოვიდა რაღაცა უცხო ქვეყანაში თავის ოჯახთან ერთად, მოგზა მორწმუნე ოჯახის შვილია და ჩამოვიდა რაღაცა სხვა ქვეყანაში და აინტერესებს იმ ქვეყანაში რა ხდება და როგორ ცხოვრობენ იქაური ქალიშვილები. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. აი მე კიდევ ერთხელ ლაპარაკობ, დღევანდელი ჩვენი გარემოება სწორედ ესეთია. ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორ უნდა გაუფრთხილდე შვილებს იმისგან, რომ დაიცვა რაღაცა ამ უცხო გარემოში. დაიცვა იმ უბედურებისგან, რა უბედურებაც ამ შემთხვევაში დინას შეემთხვა. ნახეთ, მისმა ცნობის მოყვარეობამ სანამდე მიიყვანა. დაინახა იგი შექემმა იმ ქვეყნის მთავრის ხივიელი ხამურის ძე,
წაიყვანა დაწვა მასთან და პატივი ახადა. ანუ პატივი ახადა იმას ნიშნავს, რომ გააუპატიურა. აქ არ ყოფილა დინას თანხმობით არ მომხდარა ეს ამბავი, მაგრამ ეს კაცი იმ ქვეყნის მთავარი იყო და მისთვის ეს რაღაცნაირად იმ წარმართულ სამყაროში ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეხლა ამაზე არც ინერვიულებდა დიდად თუ არა ის რომ მერე რო გაიგოეს ვისი ოჯახის შვილი იყო და შიში ჰქონდათ იაკობის ოჯახისა და მერე სხვანაირად დატრიალდა ამათი ამბავი, მაგრამ ნუ ფაქტი ესეთია რა. ცნობის მოყარეობის შედეგი გახლავთ ესეთი. რომ დაწვა მასთან და პატივი ახადა, ანუ გააუპატიურა ეს მორწმუნე ქალიშვილი, მორწმუნე ოჯახის შვილი ადამიანმა, რომელიც არის წარმართი და ამ ყველაფრის საწყისი იყო ცნობის მოყარეობა თუ როგორ ცხოვრობენ წარმართები. ისე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაში სწორედ ესე არის გაუპატიურებაში, მაგრამ ნუ იგულისხმოთ, რომ ვიღაცა აუცილებლად ფიზიკურად უნდა ძალადობდეს შენზე, ხანდახან გაუპატიურება ხდება სულიერად პირდაპირ მინდა გითხრათ, როდესაც ადამიანს რაღაცა აი სულიერად უტენიან თავში ისეთ რაღაცებს აძალებენ და დაარწმუნებენ ისეთ რაღაცაში, რომელიც არ არის ნამდვილად ჭეშმარიტება და არც არის შენთვის მისაღები. არასდროს არ უცხოვრია ქართველებს ასე არასდროს არ ყოფილა მის ტრადიციაში ესე, მაგრამ ის რომ გაიხსნა ჩვენთვის საზღვრები და ვნახეთ რა შვება ევროპა, აფრიკა, აზია, ამერიკა და ყველაფრის ერთად რაღაცა ამ ერთად გვინდა ეხლა შევაზაოთ და ეს ყველაფერი ერთად ჩვენ მივიღოთ, არ გამოდის ესე დანუდაძმანო. ეს არის სწორედ მინდა გითხრათ რომ სულიერი ძალადობა ამ შემთხვევაში ადამიანებზე, რომელსაც აძალებენ რომ თურმე რა მოხდა მერე კაცო, ესე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი დაიბადა, ასეთი არის, ასეთი უნდა მიიღო, ისეთი უნდა ნუ გვასწავლიან ამას ჩვენ. ტოლერანტობას ქართველებს განსაკუთრებით ნუ ასწავლიან ამას, იმიტომ რომ ერთ მოედანზე დგას სომხური ეკლესია, ებრაელების სალოცავი, ისა რა ქვია, მუსულმანური მეჩეთი და სიონის საკათედრო ტაძარი. ერთ მოედანზე დგას ეს და ერთმანეთს ხერს არ უშლის და არასოდეს მათ შორის ბრძოლა და ომი არ ყოფილა. არასოდეს მსგავსი არ მომხდარა. და ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ გვასწავლიან თურმე როგორ უნდა შევიწყნაროთ ან უცხო რელიგიის ადამიანი, ან უცხო აღსარებლობის ადამიანი, ან უცხო რაღაცა თქვათ სოფხედველობის ადამიანი. ნუ ეხლა ეს იცით რა არის? ამას ქვია სწორედ ძალადობა. მეტი არაფერი. ამას ქვია ეს გაუპატიურება და პატივისახდა, რასაც ეხლა აკეთებენ ქართველებზე. გული შეუვარდა დინაზე იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას. რას ნიშნავს ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას? რომ მიხვდა რომ ეხლა ამ კაცს ეტყობა როგორც ჩანს არავინ უარს არ ეუბნებოდა მასთან სარეცელის გაზიარებაზე. და ამ ადამიანთან ძალადობა დასჭირდა მას. და რო ნახა რომ რაღაცა გაუძალიან და ეს მისთვის ისეთი უჩვეულო ამბავი იყო და აღმოაჩინა რომ ეს გოგო ესეთი პატიოსანია და წესიერია, ნუ ეხლა ჩვენ შეიძლება ძნელად წარმოგვიდგენია 10-11 წლის ასაკში ესეთი ამბავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ ეს არის ხო გეუბნები 12 წლისაც 13 წლისაც უკვე ათხოვებდნენ და შესაბამისად უკვე ეს ასაკიც გასაკვირი აღარ არის. ეს ადამიანი გაკვირვებული მართლა მოეწონა. არის ესეთი განმარტებაც რომ მართლა მოეწონა და მართლა მოუნდა რომ ამ ადამიანთან ცხოვრება დაეკავშირება და ოჯახი შეექმნა, იმიტომ რომ სხვა გოგოები ალბათ იქ ვისთანაც ვინც მასთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობდნენ, რაღაცა ყელში ჰქონდა შეიძლება კიდეც ამოსული. უთხრა შექემმა ხამურს თავის მამას ცოლად მომიყვანა ეს ყმაწვილი ქალი. ანუ მამამისთან მივიდა და ეუბნება რომ ნუ თხოვს რომ შუამავლობა გაუწიოს ამ ოჯახის შორის და ცოლად მოაყვანოს. გაიგო იაკობმა უთხრა შექემმა ხამურს, ხო, ეს გაკითხეთ. ცოლად მომიყვანა ეს ქალი. გაიგო იაკობმა რომ შეურაცხო შექემმა დინა მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე. რას ნიშნავს ეს წინადადება? იაკობი მართალი კაცია და პატრიარქია და როგორ ამას არ შეუძლია რომ ის არ ყავს, რა ქვია, ვიღაცა მოსამსახურებითი რომ გააგზავნოს თავის შვილებთან, მაგრამ ამას არ აკეთებს. ეს თავშეკავება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, უნდა იცოდეთ. იაკობის ეს მოთმინება სულიერების მაგალითია და რატომ იცით? იაკობმა რომ გააგზავნოს თავისი მსახური თავის შვილებთან, 12 ვაჟი, რომელიც ცხვარს მწყემსავს. ნუ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით 11 არიან. ბენიამინი ჯერ კიდევ არ დაბადებულა, მერე დაიბადება. გააგზავნოს თავის ვაჟებთან და უთხრას რომ ასეთი ამბავი მოხდა. როგორ წარმოგიდგენიათ რა მოხდება? ისინი შემოერტყავენ ხმლებს თავის წელზე, გაემართებიან ამ ქვეყანაში და ან ესენი დახოცავენ, ან ისინი დახოცავენ, ყოველ შემთხვევაში უსისხლოდ ეს ამბავი არ დამთავრდება. მაინც არ დამთავრდა ეს ამბავი უსისხლოდ, მინდა გითხრათ, მაგრამ იაკობის მოთმინებით და გონიერებით მისი შვილი ყველა უნებლად გადარჩა.
გამოვიდა ხამური შექემის მამა იაკობთან სალაპარაკოდ. როგორც ჩანს, ამ ხამურმა არ იცის რა მოხდა. იაკობმა გაიგო ეს ამბავი, იმიტომ რომ დინა დაბრუნდა ეთყობა სახლში და თავის მამას ყველაფერი უთხრა, მაგრამ ხამურმა არ იცის, იმიტომ რომ მოდის ძალიან პატიოსნად იმისთვის რომ ითხოვოს ხელი. იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ. მინდვრიდან როცა გაიგეს ეს ამბავი შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს. იაკობის ასულთა რომ დაწვა შექემი, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ეს რომ წერია რომ არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ, ეს იმათი სიტყვებია. ბიბლიაში წერია რომ არ უნდა მომხდარიყო ესეთი რამ, რომ მოურწმუნე ურწმუნოსთან ერთად არ უნდა შერეულიყო. ამას ძალიან განიცდიან მისი ძმები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წავიკითხავთ, რომ შემდგომში თვითონ რა დანაშაულებებსაც ჩადიან და როგორც იქცევიან და როგორი ადამიანები არიან, ამას დავინახავთ ჩვენ წმინდა წერილიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სჯულით მათ იციან და ამ სჯულს ძალიან მკაცრად იცავენ, რომ ურწმუნოსთან არ შეიძლებოდა მისი დაკავშირება. და მით უმეტეს ამ გზით არ შეიძლებოდა წარმოიდგინეთ რომ მოსულიყო და ხელი ეთხოვა, მაშინაც კი უარს ეთყოდნენ. და ეხლა ძალა იხმარა და გააუპატიურა, ხომთლად გამწარებულები არიან. ამაზე ბუნებრივია, ეხლა რომელი მამაკაცი წარმოგიდგენია თქვენ, რომ მსგავსი ფაქტი გაიგოს და არ გამწარდეს. მამაკაცი, დედაკაცი რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრი. ელაპარაკა მათ ხამური და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს შექემს თქვენს ასულზე. მიათხოვეთ ცოლად. დაგვიმოყრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ. ანუ დავნათესავდეთო ეუბნება ამ კაცმა როგორც ჩანს მართლა ალალათ არის მოსული და არ იცის მსგავსი მდგომარეობა, თუ რაღაცა მიშვილს აქვს ესეთი დანაშაული ჩადენილი და ამიტომაც ხელს თავაზობს რომ ვითხოვთ ამ ქალს და დავმოყრდეთ და ვიცხოვროთ ერთად. ნახეთ რას თავაზობს: დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა, იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი. წილი დაიდეთ მასში. ანუ თავაზობს რომ ეს მიწები რომლებიც აქ აქვს და ხედავს რომ იაკობს დიდი სიმდიდრე აქვს, შეიძლება რომ ხო, თუმცა კი აქვს მას რა თქმა უნდა ანგარება, ეს გამოჩნდება მერე რომ აქვს ეს ანგარება და ანგარებითაც ელაპარაკება, იმიტომ რომ ხედავს იაკობის სიმდიდრეს და ცდილობს რომ რაღაცნაირად ეხლა კარგი მზითვიანი ქალი შემოუვა ოჯახში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ესეთი შეთავაზება. უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი პოვოთ თქვენს თვალში და რაც გინდათ ვთხოვეთ და მოგცემთ. დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი. მოგცემთ რასაც მომთხოვთ, ოღონდ მომეცით ცოლად ეს მაწვილი ქალი. მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამურს და მზაკრულად ელაპარაკნენო. რას ნიშნავს მზაკრულად ელაპარაკნენ? აი გამოჩნდება. რადგან შეურაცხყო შექემმა დინა მათი და უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს. წინა დაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონა უკვე გაუპატიურებულია, ნამუსახთილია იმ კაცისგან, ეუბნებიან რომ მაინც არა. ჩვენ ვერ გავათხოვებ, წინა დაუცვეთელი რას ნიშნავს? მათი რჯული არ აქვს მიღებული, ებრაული რჯული არ აქვს მიღებული და შესაბამისად ისინი ვერ დაინათესავებენ ესეთ ადამიანს. აი ამ წესებს ისინი ძალიან მკაცრად იცავენ. ამიტომაც დღევანდელ დღეს, როდესაც ადამიანი გეკითხება, რომ აი რა ვქნა, რომ შვილს ესე ვიღაცა მუსულმანს უნდა რო გაყვეს და ან სხვა მაქსიმალურად უნდა ეცოდეთ, რომ ეს ესე არ მოხდეს. სხვა ეროვნების წარმომადგენელს კი არა, სხვა რელიგიის წარმომადგენელზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ თუ გახდა ის მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაშინ ჩათვალე რომ ის იგივე შენი ოჯახის წევრია. მართლმადიდებელი თუ გახდება ჩეჩენი, ებრაელი, რა ვიცი, ესპანელი თუ ამერიკელი არ აქვს მნიშვნელობა, ჩათვალეთ რომ ის არის შენი ოჯახის წევრი, ეს არის საერთო და მთლიანი ოჯახი და ამ შემთხვევაში არაუშავს თუ ესეთი ქორწინება მოხდება. შეიძლება ესეც არ მოგწონდეს, რაღაცად მაინც გერჩივნოს, რომ შენი ერი უფრო სუფთად გამრავლდეს და არ შეერიოს სხვისი სისხლი, მაგრამ არაუშავს ესე თუ მოხდება, მაგრამ როდესაც მას აქვს აბსოლუტურად სხვა რწმენა. როგორ წარმოგიდგენია თქვენ, თქვენი შვილი გათხოვდება თუ თქვენი შვილი შემოიყვანს ასეთ ძალთ ოჯახში. რა ხდება ასეთ ოჯახებში, რა ასეთ შერეულ ოჯახებში, როგორ წარმოგიდგენია? ასეთ შერეულ ოჯახებში ძირითადად ტრადიციები იკარგება. მართლმადიდებლური ტრადიციები იკარგება. ამიტომ მართლმადიდებელთა კავშირს, რა თქმა უნდა, ეკლესია არასდროს არ აკრძალავს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყოველთვის თუ კი სხვა რელიგიის წარმომადგენელია, თავს შეიკავებს ეკლესია. ნუ ჯვარს ხომ ვერ დასწერ, ხა გამორიცხული არამართლმადიდებელთა როგორ დაწერ ჯვარს?
ეს ხომ ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ ჯვრის წერას რომ ვერ მიიღებ და ღვთისგან კურთხევას ვერ გამოირთხოვ შენი შვილისთვის, ეს კიდე ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ ეხლა კიდე უფრო მეტი ტრაგედია ის არის, რომ შენ რომ რაღაცა ტრადიციებზე აღზარდე შენი შვილი, შეიძლება მან კიდე გაიტანოს თავი და რაღაცნაირად ეს შეინარჩუნოს და მერე მისი შვილები უკვე ვეღარანაირად ვეღარ შეინარჩუნებენ, იმიტომ რომ იმ უცხო სისხლში და იმ უცხო გარემოში არის. არა აქვს მნიშვნელობა, რძალიც რო შემოიყვანო, ესეთი რძალი გაზდის ასეთს. რა ტრადიციების თვითონ აქვს მას. ამიტომ ეს ძალიან გასათვალისწინებელი საკითხია. ამიტომ ვერ გავათხოვებ ჩვენს დასვეუნება, მიუხედავად იმისა, რომ ნამოსახდილია. მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინა დაიცვეს თქვენში ყოველი მამაკაცი. ჩვენს ქალებს მოგათხოვებ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებ და ერთ ხალხად ვიქცევით. თუ წინა დაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვათ ჩვენს ქალს და წავალთ. ანუ პირდაპირ შესთავაზეს. ან მიიღებთ ჩვენს რჯულს წინა დაცვეთა მარტო ის კი არ არის რომ რაღაცა ზედმეტი ხორცი მოიჭრა ადამიანმა, არა, აქ რჯულის მიღებაზეა ლაპარაკი. ან მიიღებთ ჩვენ რჯულს და ჩვენ ხვდებით რჯულით ერთნი, ან არა და მივდივართ, მაშინ მოგათხოვებთო. თუ არა და მივდივართ ჩვენს გზაზე. თუმცა კი ეს მზაკრული ჩანაფიქრია რო იცოდეთ. სამხედრო სტრატეგია დავარქვათ ამ შემთხვევაში მათი. მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს. არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში, ანუ მამის საყვარელი ნებიერაშვილი იყო და ესე რასაც უნდოდა იმას აკეთებდა როგორც ჩანს. მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ. რატომ ქალაქის კარიბჭესთან? ჩვენ ამაზე არაერთის ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ყველანაირი საქმის გარჩევა ხდებოდა ქალაქის კარიბჭესთან. ქალაქის კარიბჭესთან უნდა გარჩეულიყო საქმე. თუ კი ადამიანი გასაკვეთი იყო, მერე ტოვებდნენ მას ქალაქგარეთ და ის ქალაქში ვეღარ შემოbrunდებოდა, ცოდვით თუ იყო დასაჯელი, იქვე ქვით ჩაიქოლებოდა, ცოდვის გამო თუ სიკვდილით იყო დასაჯელი, უკაცრავად ქვით ჩაიქოლებოდა, თუ დასაბრუნებელი იყო, დაუკან დაბრუნებოდა. ქალაქის კარიბჭესთან ყოველთვის ისხდნენ უხუცესები, რომლებიც ამ საქმეს არჩევდნენ. ამიტომ მათ უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მეფე არის ამ თავისი ქვეყნისა, სადაც ეს ამბავი ხდება, ნუ მეფე ხა თქვენ არ ჩათვალოთ რომ რაღაცა უდიდესი სახელმწიფოა, შეიძლება ერთი სოფელი ყოფილიყო, მაგრამ ნუ თავადია იმ სოფლისა და უпросად მიიჩნევა. ამიტომ ქალაქის კარიბჭესთან მივიდნენ და მოუყვნენ ეს ამბავი, რომ ესეთი შემოთავაზება აქვს. შვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები. ესე იგი ეს ხამორი და მისი ვაჟი ეუბნება. იცხოვრონ ამიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მან ჩვენი ქალები. მხოლოდ მაშინ მოგცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე. თუ წინა დაიცვეს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინა დაცვეთილნიო. ანუ უხსნიან ახლა ამ საჯულებს, რომლებიც კარებთან შეხედან, რომ გადაწყვეტილება მათ უნდა გამოიტანონ. მაგრამ 23 მუხლი ნახეთ როგორია მათი ჩანაფიქრი. განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი და მათი ქონება მთელი და მათი პირუტყვიო. ანუ გამოდის რომ ეს ანგარება მათში მაინც არის. ესენი ფიქრობენ იაკობის ეს ძალიან დიდი სიმდიდრე რომ დაინახეს, რატო უნდა გაუშვან ამას ხელი. თან მართლა შეუყვარდა ამ ბიჭს ეს გოგო და ორი კურდღლის დაჭერას ერთად აპირებენ. ეს თავის შეყვარებულს ცოლად მოიყვანს და თან ეს ამდენი ქონება დაგვრჩება. ოღონ დასტური მივცეთ ჩვენთან იცხოვრებენ. და დასტურისთვის საჭიროა რომ წინა დავიცვითოთ, ანუ მათი რჯული მივიღოთ. დაუჯერეს ხამორს და შექემს. რატომ დაუჯერეს? გონიათ რომ რჯულმა შეაწუხათ დიდად? რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ რა სიმდიდრეც ჰქონდა იაკობს და ამიტომ დაუჯერეს. მის ძეს ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა და წინა დაიცვითა ყოველმა მამაკაცმა ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა. ანუ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ყოველმა მამაკაცმა წინა დაცვეთა ჩაიტანა. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდა ჭრილობა, რას ნიშნავს ეს მესამე დღე? გახსოვთ აბრაამის ამბავიც რომ მოვყევით ჩვენ, რომ როგორც კი წინა დაცვეთის კურთხევა მან მიიღო, პაპანაკება სიცხეში იჯდა ის თავის კარავში. რას ნიშნავს პაპანაკება სიცხეში? პაპანაკება სიცხე რა წინა დღეს არ იყო, უდაბნოში ცხოვრობს და სულ პაპანაკებაა იქ. არა, ჭრილობას ახასიათებს სიცხე მოგეხსენებათ. ნებისმიერი ჭრილობა ადამიანის ორგანიზმზე, ეს ორგანიზმის ბრძოლის მეთოდია, მას აძლევს სიცხეს, იმიტომ რომ რაიმე ბაქტერიები ამ ჭრილობის შედეგად არ შევიდეს. მაშინ ამ ბაქტერიებს ამ სახით ებრძვის. ქალბატონინო დამეთანხმება მე მგონი, ხო?
ამიტომ მას ახასიათებს სიცხე. ბუნებრივია ამ ჭრილობაზე ყველა მამაკაცს ჰქონდა სიცხე, მაღალი სიცხეს აძლევდა, მაშინ ხო არ იყო ესეთი საშუალებები, ანტიბიოტიკები მიეყოლებინათ და რაღაცნაირად სხვანაირად გაენეიტრალებინათ ეს ჭრილობა ადამიანისთვის. ამიტომაც მათ სამდღიან სიცხეს აძლევდა, ეს სიცხე იყო სწორედ ბრძოლა ორგანიზმისა რაღაცა უცხო სხეულების მიმართ. ამიტომაც მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდა ჭრილობა, გარდა იმისა, რომ სიცხე აქვს, ჭრილობაც აწუხებს და მტკივნეულია ეს ჭრილობას. მაგრამ აბრაამის ამბავი გახსოვთ, მიუხედავად ამ სიცხისა და მიუხედავად ამ ჭრილობისა, ესე იგი ადამიანი ზის და კარვის წინ ზის, იმიტომ რომ ყველა გამოვლენს უმასპინძლოს და როგორც კი დაინახავს, რომ სამი კაცი გამოჩნდება, გაიქცევა ხბოს გაეკიდება, იმას დაიჭერს, იმას დაკლავს. რა ხნისაა იცით? 100 წლის და დარბის ასე და ხბოს დასდევს და ასეთი იყო აბრაამის საოცარი კაცი. მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდა ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟმა, სახელები დაიმახსოვრეთ, სიმონი და ლევი. სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ანუ დედითაც რო ძმები არიან, მე გითხარით რომ სხვადასხვა ნამდვილად დედითაც ძმები არიან, ხელთ იპყრეს מחვილები, გულდან დობილად, ანუ მშვიდად, იმიტომ რომ იცოდნენ რომ წინააღმდეგობა არ იქნებოდათ, დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამაკაცი. არ დატოვეს არც ერთი მამაკაცი ამ ქალაქში. რატომ გითხარით მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ შერიგებისკენ მიდიოდა ეს საქმე. მათი ეს აქციელი მოწონებული არ არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იაკობი ამას მერე ჩვენ წავიკითხავთ ქვემოთ, რასაც ამბობს იაკობი ამის შესახებ. მაგრამ რატომ გითხარით, რომ ეს სახელები დაიმახსოვრეთ მეთქი სიმონი და ლევი. ჩვენ თუ ვიცოცხლეთ და წავიკითხეთ იოსების ცხოვრება, იოსებთან როდესაც ჩადიან თავისი ძმები, იქ ერთ-ერთი უნდა დაიტოვოს იოსებმა მძევლად და დანარჩენ ხო არ ეუბნება რომ თავისი ძმა, ნუ ამ ისტორიას გავივლით ჩვენ ახლა თუ გახსოვთ უბრალოდ. ერთ-ერთი ძმა უნდა დაიტოვოს და დაიტოვებს სიმონს. რატომ რა არჩია სიმონი? ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, იმიტომ რომ სიმონის და ლევის ერთად ყოფნა არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის დაუნდობელი მრისხანება. დაუნდობელი მრისხანება. და თუ მარტო რჩება ან ლევი ან სიმონი, ამ შემთხვევაში იმ მრისხანება ან დაუნდობელი აღარ არის. ჩვენ უნდა ვთქვათ ეხლა რა არის ეს? ნამდვილად თავისი დის დასაცავად მათ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ. ამაზე არავინ არ დაობს. რომელ მამაკაცს ეთქვი ეხლა რომ შენი დის დასაცავად და შენი ოჯახის დასაცავად მახვილი არ უნდა აიღო ხელში. პირიქით, ქრისტიანობა ამას არ ამბობს. ქრისტიანობა გეუბნება რომ შენი სამშობლო უნდა დაიცვა. შენ მამაკაცი რომ ხარ, თავი რომ ქვია ოჯახისა, შენი ოჯახის დაცვა უნდა შეგეძლოს. ამაზე არავინ არ დაობს. ერთი წამით თქვენ არ იფიქროთ რომ ეს არაქრისტიანული საქციელია რომ შენ სწორს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენოს და შენ ჩაღუნო თავი და გაიარო და წახ. ახლა თუ ვიღაცა სულიერად ავატყოფია, იმას ხო არ დაუწყებ რაღაცა საქმეები რჩევას, მაგრამ თუ კი ასეთი შეგნებული განზრახვით ვიღაცა ამას გააკეთებს შენი მეუღლის მიმართ და შენ ამას ესე იგი გადაღლაბა ან შიშარა ხარ და ან მოკლედ ან რაღაცა სხვა პრობლემა გაქვს, იმიტომ რომ შენ პირდაპირ გევალება შენი მეუღლის და შენი ოჯახის დაცვა. მათ შორის გეტყვით მღვდლის შესახებაც. იყო ერთი ესეთი საინტერესო ამბავი, რუსმა მღვდელმა მოყვა. ერთი მოძღვარი დანიშნეს თურმე სადღაცად ღრმა სოფელში. კვირაში ერთხელ ჩადიოდა და ატარებდა მსახურებას. მატარებლით მიდიოდა და მატარებლიდან პატარა თურმე ის ტყე უნდა გაევლო, რომ იმ ტაძარში ასულიყო. და ამ დღეში იქ ხდებოდნენ ის სოფლის ბიჭები, აბუჩად იგდებდნენ ამ კაცს, რაღაცა პანღურებს ამოარტყავდნენ თურმე და გაუშვებდნენ წავიდოდნენ. ეს ამბავი გრძელდებოდა მთელი წელიწადის განმავლობაში. ეს მღვდელი ამათ ხმას არ სცემდა. ერთხელაც შემოვიდა საჩივარი საპატრიარქოში, რომ ამ მღვდელმა სცემა 5 თუ 6 ბიჭი იმ სოფლისა. ხო და ნუ სასამართლოშია ეს საქმე, რა თქმა უნდა, მღვდელს ორი სასამართლო აქვს, თან არ დაგავიწყდეთ. მღვდელმა რომ რამე დააშაოს, ასამართლებს საერო ხელისუფლება და ასამართლებს საეკლესიო ხელისუფლებას. აბა რა ორი სასამართლო აქვს მას. ამიტომაც საეკლესიო სასამართლოზე ამ ადამიანს ეუბნებიან, რომ რატომ მოხდა, როგორ მოხდა, რომ შენ სცემე ეს ახალგაზრდა ბიჭები. ის ეუბნება, რომ აი მთელი წლის განმავლობაში ესენი მოდიოდნენ და ამ დღის გავლის დროს მე შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ნუ გავიგეთ რომ მთელი წელი ამას აკეთებდნენ, მაგრამ ერთი წლის მერე გაგახსენ და ეს ამბავი თუ როგორ არის? არა. ეს იყო შემთხვევა მე როდესაც ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი. ამიტომაც, როგორც კი მათ შეურაცხყოფელი სიტყვა აკადრეს ჩემს მეუღლეს, მოტრიალდა ეს მღვდელი, აღმოჩნდა ძველი სპორტსმენი ყოფილა და
და ისე დალეწა ესენი სულ ყველა, რომ პატრონს ვეღარ ცნობდა ვერც ერთი. საეკლესიო სასამართლომ გამოუტანა მას განაჩენი, რომ მართალია ეს კაცი. ხელის ხლება არ შეიძლება მისთვის. საეკლესიო კუთხით. ახლა საერო სასამართლომ არ ვიცი რა იმჯელა და როგორ იმჯელა, მაგრამ საეკლესიო კუთხით ესია. ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს მოეთხოვება ყველა მამაკაცს, მათ შორის მღვდელსაც, რომ მან უნდა დაიცვას თავისი ოჯახი, მან უნდა დაიცვას თავისი მრევლი, მან უნდა დაიცვას თავისი ეკლესია და სამშობლო და ასე შემდგომ. ამიტომაც ეს საქციელი სიმონისა და ლევის რატომ არ არის იცით გამართლებული? თუ ისინი არ დათანხმდებოდნენ წინადაცვეთაზე, მაშინ რომ აეღოთ მათ ეს מחვილები ხელში და შესულიყვნენ იქ და ეომათ ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ ჩვენ რომ წეღან სამხედრო სტრატეგია დავარქვით, ისინი ძალიან ცფიერად მოიქცნენ უთხრეს რომ იმიტომ რომ წინასწარ ქონდათ ეს განზრახ. თუმცა კი ეს არც იაკობმა არ იცის და არც სხვა ძმებმა არ იციან. მინდა გითხრათ რომ სხვები არ არიან საქმის კურსში, ეს ორი კაცი აკეთებს მხოლოდ ამას. სიმონი და ლევი. დაუნდობელი მრისხანება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ მრისხანებას კი არ გვიგრძალავს ამ შემთხვევაში ღმერთი. მე მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით ერთ ჩემს უახლოეს მეგობართან თუშეთში ვიყავით წასულები ერთი კვირით და ყოველი დღე იწყებოდა ამით რომ მრისხანება შეიძლება თუ არ შეიძლება ადამიანისთვის და მე ჩემი წმინდა წერილის ტექსტებიდან უმტკიცებდი ის თავის წმინდა მამათა ცხოვრებიდან მიმტკიცებდა და ესე იგი საწოდავის ხალხი ვინ ჩვენთან ერთად იყო ის დღეები ესე იგი არც ჭამას დავაცადეთ არც დალევა არც მოლხენა არაფერი ყოველ დღე მქონდა ამაზე დავა მე ვამბობდი რომ მრისხანება არ არის აკრძალული. იმიტომ რომ ფსალმოში წერია განრისხდებოდეთ და ნუსწოდავთ. პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წერს. მრისხანების დროს ნუსწოდავთ. რატომ არის ეს სიტყვები გამოყენებული? იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი მრისხანებდეს, მაგრამ არ სწოდავდეს. შენი შვილი რომ რაღაცა დაიჭირო უზნეო საქციელში, აუცილებლად განრისხდები. მაგრამ ეს არ არის სწოდვა. იმიტომ რომ თუ არ გარისხდები პირიქით მაშინ ხარ დამნაშავე. მაგრამ დაუნდობელი თუ არის ეს მრისხანება? ამის გულისთვის თუ შეგიძლია შენ ხევისბერი გოჩასავით მოკლა შენი შვილი, მაშინ რა ქვია ამ საქციელს? ამას ქვია წოდვა. ამიტომ განრისხდებოდეთ და ნუსწოდავთ სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ მრისხანებაში ადამიანი შეიძლება შევიდეს, არ არის კარგი კი არ არის ეს რომ მისხანება შევიდეს. მე ამას მოსაწონად კი არ ვიზახი რომ აუცილებლად უნდა შევიდეს. თუ არის იმისი საშუალება რომ მოგვარდეს ეს საკითხი მშვიდობიანად, რა თქმა უნდა მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, მაგრამ თუ გასაბრაზებელია უნდა გაბრაზდეს. მაცხოვარმა რა შოლტი არ შექმნა და არ გამოყარა ეს ხალხი. თუ როგორ გონიათ ახლა ეს შოლტი ძალიან სასიამოვნო იქნებოდა ეგ ვიღაცას რო გადაუჭირა ზურგზე. თუ ის მაგიდები რო აუყირავა ახლა ის ადამიანები რო კაი ხასიათზე დადგებოდნენ, ნუ იდე და რა კარგად მოგვიქეციო. არა, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ეს გამოვლენილი მრისხანება, მაგრამ ეს არ არის ეგოისტური მრისხანება. ეს არ არის შენი ეგოს დაკმაყოფილება და შენი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება, რომ მე მინდა ახლა ესე იყოს და ამიტომ. არა, როდესაც ხედავ, რომ ჯული ირღვევა, როდესაც ხედავ, რომ უზნეოდ იქცევა, როდესაც ხედავ, რომ ღვთისმსახურებას ხელი ეშლება, შეიძლება აუციო იქ მას და უთხრა, რომ ესე არ შეიძლება. მაგრამ რატომ არ გიყვარს? პირიქით რომ გიყვარს, იმიტომ რომ იღუპები შვილო, რას აკეთებ? არ მოკიდო მაგდანას ხელი, თორე გაგეჭრება ხელი, არ ეუბნები შვილს. ესეთივეა, სულიერ რაღაცა ცეცხლზე თამაშება ადამიანს, ეუბნები რომ გამოდი მაგ ცეცხლისგან დაიწვევი. დაუბრუნდეთ ახლა ისევ ჩვენ ამ თემას. სიმონისა და ლევის ეს საქციელი არის დაუნდობელი მრისხანება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ მიიღებდნენ ისინი ამ წინადაცვეთას, რომ შესულიყვნენ ხმლით არავინ არ მოსთხოვდა პასუხს. მაგრამ შევიდნენ მასში, როდესაც უძლურად არიან, როდესაც მათ რჯულის მიღება გადაწყვიტეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ რა ვიცი, მისიონერად უნდა ექცე შენ ადამიანს. შენი მისიონერობა შეიძლება განხორციელებულიყო ამ შემთხვევაში, მაგრამ არ დააცადეს. მახვილი დახოცეს ხამორი და შექემი, რა თქმა უნდა ის ოჯახიც. პირველ რიგში, მისი ძე გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ, ანუ დინა კიდევ იქ იყო. და მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი. ეხლა ეს დანარჩენმა რო დაინახა რომ კაცი აღარა მაინც არავინ ცოცხალი, ადგნენ და გაძარცვეს მთელი ქალაქი. ამათმა მკვლელობაში სხვა დანარჩენს არ მიუღია მონაწილეობა, იმიტომ არც იცოდნენ ამას თუ აპირებდნენ სიმონი და ლევი და ეს დანარჩენები შევიდნენ და ნუ ახლა მკვდარი ქალაქია, ხალხი აღარ არის, კაცები დახოცილი. ამიტომ გაძარცვეს ქალაქი.
ვაშვილე დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი დის შეურაცხყოფის გამო. წამოასხეს მათი ცხვარძროხა, რასაც ისინი უპირებდნენ, რომ ამათი ცხვარძროხა იმათი გამختارიყო პირიქით მოხდა. წამოასხეს მათი ცხვარძროხა და სახედრები და ყველაფერი რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ წამოიღეს. მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს. ეხლა ვნახოთ რას ამბობს იაკობ. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის, რატომ დამღუპეთ? აი აქედან ჩანს რომ ეს ძალიან ცუდი საქციელია. იაკობი არ იწონებს ამ საქციელს. რატომ დამღუპეთ? რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ? იაკობმა იცის რომ მისიონერობისთვის არის მოვლენილი ამ ქვეყანას. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რაღაცა ბოროტება ჩაიდინოს ადამიანმა, უბედურება დაგვატეხოს თავზე და მე მისიონერად მოგვევლინოს. როგორ წარმოგიდგენთ, ახლა მოусმენთ ჩვენ იმას. ეხლა შემოვარდეს სახლები და აგვიწიოკოს და უბედურება დაგვათიოს და მე ეხლა როგორც მისიონერი დაგვიждდეს და დაგვიწყოს იმან ლაპარაკი რაღაცა ღმერთზე და ზნეობაზე და ადამიანობაზე. ნუ რა თქმა უნდა არ მოусმენ, არავინ არ მოусმენს. ამიტომაც იაკობი ეუბნება რატო გააკეთეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ? ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ. შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ, მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. უთხრეს, როგორც მეძავს უნდა მოგწეოდნენ ჩვენს დას. ნუ მამას ეპასუხებიან, აბაო, ეხლა როგორ ჩვენს მეძავსო ისე მოიქცენ ჩვენ დასო, როგორ გაბედეს. ესეთი ამბიცია, ეს გახლავთ 34 თავის დასასრული და მე გავაგრძელებ თქვენებართვით ხო 35-ს. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ეს ტრაგიკული მოვლენა რომელიც აღესრულა ფაქტიურად მინდა გითხრათ რომ დანის პირზე სიარულია შეიძლება ითქვას იაკობის თელი ესე ცხოვრება სიკვდილ სიცოცხლის და ლაბანთან მისი ურთიერთობა ხო გახსოვთ რა უბედურებები დაუტრიალა ლაბანმა ეხლაც ამ შემთხვევაში ჩვილებმა ისეთი ამბავი გაუკეთეს რომ აი შეიძლება მართლა აღდგეს თელი ეს ქანაანელები და იქაური ადგილობრივი მკვიდრები და გადაუარონ ამათ ელემენტარულად მართლა კბილებს აღჭენენ ჯერ ამის სიმდიდრეს რო ხედავენ ამის გამოც უნდათ მისი მოკლა და ეხლა მით უმეტესო საბაბი მიეცათ რომ ამოხოცეს მთელი ის ქალაქი სადაც ეს ამბავი მოხდა ამიტომაც ნახოთ ახალი ამბავი იწყება 35 თავში უთხრა ღმერთმა იაკობს ადექი და წადი ბეთელს და იქი ცხოვრე აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს რომელიც გამოგეცხადა როცა შენს ძმას ესავს გაურბოდიო აი რატომ იწყება ეს ახალი თავი ასე იცით რომ ჯერ ერთი აქედან მართლა უნდა წავიდეს იაკობი იმიტომ რომ უკვე საშიშროებაა იმისა რომ მართლა შეიძლება თავს დაესხან და მოკლან მაგრამ მეორე იაკობს არ სჭირდება ნამდვილად შეხსენება იმისა რომ მადლიერი უნდა იყოს ღმერთისა მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს ამბავი და შეხედეთ როგორი რამეს ეუბნება წადი ბეთელს და იქი ცხოვრე ადგილს უთითებს სადაც უნდა იცხოვროს აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს რომელიც გამოგეცხადა როცა შენ ძმას ესავს გაურბოდი ანუ როდესაც შენ გაურბოდი ესავს მაშინ ხომ იაკობმა ილოცა გახსოვთ რომ წამოვიდა ქვაზე რო დადო თავი და კიბე რო იხილა ზეცად ამ ადგილზე არის ლაპარაკი ეს არის იერუსალიმის ტაძარი ებრაელების მიერ აშენებული ეხლა უკვე დანგრეული ერთი კედელი რო არის დარჩენილი კედელი ეს ადგილია დღევანდელი იერუსალიმის სადაც მას გამოცხადება ჰქონდა და იქ ეუბნება რომ იქ აუგეს სამსხვერპლო შენს ღმერთს რატომ როდესაც შენ ძმას ანუ განსაცდელი რომელიც შენ გქონდა ეს განსაცდელი ხო გადაიარე მაგრამ ამ განსაცდელის დავიწყება არ შეიძლება ამიტომ როდესაც ხანდახან ისეთი განსაცდელი აქვს ადამიანს ცრემლებით რომ ტირის და ღმერთი რომ შეუსრულებს მას თავის თხოვნას ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ლოცვა უნდა შეწყვიტოს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამას იმიტომ რომ რაღაცა აღებმიცემობა და ვაჭრობა ხო არ არის ღმერთთან ურთიერთობა რა ღმერთთან ურთიერთობა შენთან სიხარულის მომნიჭებელი უნდა იყოს ყოველთვის ნებისმიერ დროს მაგრამ რაღაც ამ ქვეყანაში ჭირი და განსაცდელი გაქვს ამ შემთხვევაშიც კი მოგეცა თუ არა ეს რასაც ითხოვდი მაინც უნდა გააგრძელო ლოცვა თუნდაც იმიტომ რომ მადლიერი იყო ადამიანი რომ ეს ცრემლი თვალზე შეგაჩნდა და ცრემლის ნაცვლად ეხლა სიხარული გაქვს ამიტომაც იაკობს ძალიან მძიმე დღეები ედგა გაურბოდა თან ვიღაცა მტერს კი არა საკუთარი ძმა მოსდევდა მოსაკლავად ამიტომაც ეუბნება რომ უნდა აუგოს მან სამსხვერპლო ღმერთს რომელიც სადაც გამოეცხადა მას ღმერთი მაგრამ ეს სამსხვერპლო რო აუგოს ნახეთ იაკობი რა პირობებს აყენებს ეხლა და ამ თემაზეც მოგვიწევს საუბარი უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას ვინც კი მასთან იყო თელ ოჯახს ეუბნება გაყარეთ უცხო ღმერთები
რომელნიცა ყავთ განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი. აი ამის შემდეგ შეიძლება ესე იგი ახალი სამსხვერპლოს აგება, როდესაც ამ პირობას შეასრულებ. რას ნიშნავს გაყარეთ უცხო ღმერთები? მაშინ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ითქვას, რომ გახსოვთ რაქელმა რომ მოიპარა მამამისის ღმერთები, რომელსაც ეს ისტორია იმედი მაქვს, რომ გახსოვთ, რომ მოსდევდა ლაბანი და მერე ზედრო დააჯდა, რომ არაო, აქ არ არის და მე ვერ ავდგები ერთად წესი მაკროოთ. ეს კერპებიც რაქელთან იმყოფებოდა ჯერჯერობით. ამის გარდა იყო ძალიან ბევრი სრულწმენის საკითხები მათში, ისევე როგორც ჩვენში არის დღევანდელ დღეს. აი წავიკითხავ შემდეგ მოსდა მიხვდებით. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი. ნახეთ, მეოთხე მუხლში რა წერია. მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, საყურეები ყურებზე რომ ეკიდათ, დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ. რა საყურეების კეთება აკრძალულია, როგორ ფიქრობთ, თქვენ არ შეიძლება საყურე რო ეკეთეს. აქ სხვა რამეში არის საქმე. აქ იცით რაზე არის ლაპარაკი, რომ ისინი სინამდვილეში ამულეტი ქართულად როგორ არის? იგრეა, ამულეტია? როგორ? არა. ხო, რაღაცა ავგაროზი, ეგეთი რაღაცა აქვს. და რომ ადამიანს ატარებს ამას რაღაცა თავისი სრულწმენის გამო. აი მაგალითად თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია ვიღაცა მოდა კითხავს, რომ მამაო შეიძლება ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ვატარო? აი რატო უნდა ატარო შენი ზოდიაქოს ნიშანი? რა შეიძლება ატაროს ადამიანმა გულთან? არა, ჯვარი რომ ატაროს გასაგები, მაგრამ ამის გარდა რა შეიძლება? რა გიხარია შენს გულთან რომ არის? მაგალითად, ვიღაცა შვილის სურათი უდევს. ხო მართალია? ვიღაცას ხატი უდევს, ვიღაცას ლოცვანი შეიძლება ედოს, ვიღაცას, რა ვიცი, 1000 რამ შეიძლება. რაც გიყვარს იმის ხო ახლოს გაქვს გულთან, რაღაცა შვილები თუ ოჯახის სურათი თუ რაღაცა, ყველაფერი შეიძლება გქონდეს გულზე. აი, ზოდიაქოს ნიშანი რატომ უნდა გქონდეს გულზე ჩამოკიდებული? თუ არ არის ეს სრულწმენა? თუ არ არის ეს უცხო ღმერთის თაყვანისცემა? რა გამოდის იცით რომ შენ თუ აღიარებ რომ ზოდიაქოს ნიშანს რაიმე გავლენა აქვს შენზე, მაშინ გამოდის რომ აღიარებ რომ ღმერთზე უფრო მეტი გავლენა ქონია. თუ ამას იტყვი რომ ესე იგი ზოდიაქოს ნიშანს ან რაღაცა ამულეტს შეუძლია შენი დაცვა რაღაცა სხვადასხვა გამოსახულე ზოგ ჩონჩხის ფორმა რო ქონდა და ზოგ ცხოველის და ზოგ ხო არის ესეთი რაღაცები ჯვრები და ძვალი და რაღაც 1000 რამე და უკეთიათ ეს ყველაფერი აჩერჩხული დადიან ადამიანები და გონიათ რომ ეს რაღაცა გარემო პირობებისგან დაიცავს. პატარა ბავშვებს მოიყვანენ გიშერი აქვს შემული ხელზე. ეხლა ძალიან მოდა შემოვიდა წითელი ძაფი, რომელიც თურმე იერუსალიმიდან ჩამოწგეონ. ეს იერუსალიმიდან ჩამოვიდა. რა იერუსალიმიდან არ შეიძლება უბედურება რომ ჩამოვიდეს, როგორ ფიქრობთ თქვენ? ამიტომაც ერთადერთი რაც უნდა გეკეთოს გულს ეს არის ჯვარი და გაცნობიერებულად უნდა ხდებოდეს ეს ამბავი. იმიტომ რომ ჯვრის ძალით ხარ გამოხსნილი, ჯვარცმის ძალით ხარ უпростоრად გამოხსნილი ჯოჯოხეთის წყობიდან და ამიტომაც სიმბოლო შენი გამოხსნისა და მადლიერებისა გულზე გიკეთია, როგორც სიწმინდე. სხვა ყველაფერი დანარჩენი, როგორც იქ საყურეები ეკეთათ და მოხსნა ეს საყურეები. იმიტომ კი არ მოხსნა რომ საყურე არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს საყურე რელიგიური დატვირთვის საყურე იყო. ის გულსაკიდი რაღაცა რაც ჩამოხსნა რელიგიური დატვირთვის იყო და მხოლოდ ამიტომ. მეტი არაფერი. ამიტომაც ქრისტიან ადამიანს არასდროს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, რომ გარემო ძალები მას რაღაცას დააძიანებენ. მე გეტყვით იოანე ოქროპირის სიტყვებს შეგახსენებთ, რომ თუ თვითონ არ დაიზიანა თავი ადამიანმა, ვერანაირად გარედან მას ვერავინ ვერ დააზიანებს. იმიტომ რომ თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან ღვთისნების გარეშეო. რას ნიშნავს ეს? თუ თვითონ არ მიიღო ეს ყველაფერი, სხვანაირად არ ხდება მისი დაზიანება. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც აღსარებელია, მაზიარებელია, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება, რაღაცა იმისი ჯეროდეს, რომ ახლა ვერძს და კუროს თუ ჩამოიკიდებს თავის გულზე ის დაიცავს? აბა რაღაცა ეზიარება მაშინ. ხონდეს ის ვერძი და კურო და იაროს იმასთან ერთად. ამიტომაც გიცოდეთ, წყევლასთან მიმართებაშიც მინდა გითხრათ იგივე. როდესაც იტყვიან, რომ ვაიმე ვიღაცამ დამწყევლა, რისი გეშინია, დაგწყევლა მასე ყვავი რო დაგჭხავის, თავზე გინ ძაღლ შემოუყეფია, გინ ძაღლ თუ შენ ქრისტიანი ხარ, ამისი არ უნდა გეშინოდეს.
მაგრამ თუ შენ ამ ყველაფერზე ხარ დამოკიდებული, ვაიმე კატამ გადამირბინა და იქ ვერ გავივლი და ორ შაბათს თავის დაბანა არ შეიძლება და სამ შაბათს ღილის დაკერება არ შეიძლება, ბებია ჩემი არ მე ორ შაბათს ღილს არ აკერებ და რო ამწყვეტოდა ყველა სკოლიდან რომ მოვდიოდი, არ შეიძლებაო მეტყო და ისე გამიშვებდა მეორე დღეს, დილით ადრე დგებოდა სამ შაბათს რომ სამ შაბათს დაეკერ მართლა მერც არ წამდათ ა. საოცარი არ არის? მერტის კი არ წამდა, მაგრამ ორ შაბათს რომ არ შეიძლებოდა ღილის დაკერება ეს იცოდა. აი რა შუაში იყო ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ორ შაბათს თავარანგელოზების გარო იყო ეს არასწორად იყო დამახსოვრებული ეს სტატისტიკა. გასაგებია, მაგრამ ორ შაბათი უქმე არ არის. ხოდა ას ზოგიერთი თვლიდა რომ სამი არა, მარხვა სხვა საკითხია. ორ შაბათს მარხულობენ ბერები და მონაზვნები. ძალიან ბევრ მონასტერში მარხვაა დაწესებული. იმიტომ რომ ანგელოზთა დღეა და ისინი ანგელოზებრივ შესამოსელში არიან. ბერმონაზნობაზე მაქვს ლაპარაკი და ისინი ჩვენ რო 4 შაბათს და პარასკევს მარხულობთ, ისინი ორ შაბათსაც მარხულობენ ხშირ შემთხვევაში. ყველგან შეიძლება არ იყოს. ხო და არ ვიცი, ხო გეუბნებით არ ქონდა ამ ადამიანს არანაირად ეკლესიასთან შეხება, მაგრამ ორ შაბათს ღილს არ დამიკერებდა შარვალზე. ამიტომაც იცოდეთ რომ ყველაფერი ამ რუსულად ნახეთ რა ქვია ამას სუივერია, ხო არ მეშლება? ხო, რატომ ქვია? თვითონ სიტყვის წარმომავლობაც ხო ესეთია? სუიტა. მაგას გეუბნებით. მაგის თქვა მინდოდა ბატონ მაგიამ რას თქვა ეხლა ზუსტად. ამიტომაც ნახეთ ეს ყველაფერი თუ არ მოხდა, ამის ჩამოშორება თუ არ მოხდა, ისე სამსხვერპლოს აგება არ ხდება. სამსხვერპლო რა არის? მაშინდელი ეკლესია შეიძლება ესე ითქვას, სადაც მიდის ადამიანი და მსხვერპლს წირავს. ანუ ეკლესიის აშენება არ შეიძლება აი ეს ყველაფერი ჩამოშორებული თუ არ გაქვს. იქ კიდე ერთი რამე ეცა, გამოიცვალეთ სამოსელიო რო წერია. თქვენ გონიათ იმათ ეხლა ის ქონდათ დალაგებული შარვალ კოსტუმები ესე ჩამოკიდული და ძველს გაიხდით და ახალზე. თითო ხელთანი სამოსი ქონდათ. ამ სამოსელზე კი არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია სულიერ შესამოსელზე. ჩვენ ნათლობის დროს რას ვაცვევთ? ადამიანი რომ მოინათლება წყლიდან ამოდის თუ არ რას იწნევს? თეთრ პერანგს. ახალ სამოსს, თეთრს, ნათელს, ქათქათას, როგორც ცოდვებისაგან განწმენდას, ამის სიმბოლოს, როგორც გასუფთავებულს, ამის სიმბოლოს, ესეთი დგება ადამიანი ღვთის წინაშე. ამიტომაც უნდა გამოიცვალოს, როგორც აღალ ნათელღებული ისე უნდა დადგეს. ამიტომაც ნახეთ, როდესაც ეს ამბები ხდება, რომ შეკითხვა სვავენო ვიღაცას არაკანონიერად აქვს ფული ნაშოვნი და ესე იგი მერე ტაძარი ააშენა რა ეშველება. მე რა ვიცი რა ეშველება იმ ადამიანს. ნუ ააშენა. გავხსნათ. მაგრამ მე პირადად თუ შემეკითხებით, ვურჩევდი რომ ასეთ ადამიანს არ აეშენებინა ტაძარი. იმიტომ რომ მისთვის ეს უფრო დიდი სასჯელია. შეიძლება ვერ გადაიტანოს. აქვე ამ ცხოვრებაში ვერ გადაიტანოს და ფსიქიურად ვერ შეძლოს ეს ყველაფერი. თუ მას ძალიან დიდი სინანული არ ახლავს, სინანულის შედეგად თუ არ ჩამოიშორა ყველაფერი ეს, იმიტომ რომ აქ რო წერია უცხო ღმერთებია, უცხო ღმერთები შეიძლება ფულიც იყოს. ფული იყოს ადამიანისთვის უცხო ღმერთი, ეს ფულები საიდან აქვს? მთელი საპენსიო ფონდი აიღო ერთმა კაცმა და გაიდო მხარზე და წავიდა. და ახლა ქვია ბიზნესმენი. ასეთ ადამიანს ბიზნესმენი ქვია? მე გეკითხებით თქვენ. მართალია. იცით რა ბიზნესმენი ქვია? მე რომ რაღაცა დავიწყე საქმიანობა, ეს ვიყიდე, იქ გავყიდე, იქ რაღაცა მოგება დავრჩა, რაღაცა დავატრიალეს, ამას შეიძლება დაერქვას ბიზნესმენი, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტს მოუპარე თუ კერძო პირს აგერ მამუკას რა მნიშვნელობა აქვს ამას, კაცო? მე ხომ ჩემი რაც მე არ დამიდია ის ავიღე. ჩემი შრომის ნაყოფი ხო არ ყოფილა ეს? ავიღე, ახლა მქვია ბიზნესმენი. ვაშენებ ტაძარს. ვიწყებ ქველმოქმედებას და მქვია დიდი ქველმოქმედი? კი ბატონო, მქვია, ვაკეთებ ქველმოქმედებას, მაგრამ ჯერ ჯობია ეს ყველაფერი მოიშორო. გამოხვიდეს სახალხოდ და თქვა რომ მე ბატონებო, აი ესეთი და ცოდვა მაქვს, ასეთი დანაშაული მაქვს. ვითხოვ შენდობას. ის პენსიონერები ცოცხლები აღარ არიან ახლა. სადღა დაუბრუნო ის ფული და ამიტომ ვითხოვ შენდო. ნუ რაღაცა მსგავსი უნდა იყოს. მე ასე წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში. სხვანაირად ძალიან ძნელია, შეუძლებელია. მე ერთმა ადამიანმა ევროპიდან გამომიგზავნა ფული, თბილისში ცხოვრობდი მაშინ და გამომიგზავნა ფული და ზუსტად ვიცი ახლა რომ ეს ადამიანი ბიბლიოთეკაში არ ზის, იქ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს და გამომიგზავნა ეს ფული, ესე იგი ჯიბეს წავდა ეს ფული რა. ვერ ხარჯავდი, არ საწამეღო არ ვიცოდი.
რატო ვწვალობდი გას თავიდანვე მისულიყავი ამ ჩემ მოძღვართან და მეთქვა რომ ესე მდგომარეობაში ვარ მეთქი და მითხრა რომ რას იზავახლა მაგას უკან სად გადაუგზავნიო იმასო ევროპაშიო და ნუ რაც რაღაცა ესე ბოროტულად შეიძლება იყოს შეკრებილიო შეიძლება კეთილად განაწილდეს იმიტომ რომ მე ვთხარი მე ახლა ამ ფულით რაღაცა გამიჭირდება რომ ჩემ შვილებს საჭმელი ვაჭამო ხო და მითხრა რომ ამიტომო აჭამეო ისეთ ადამიანებს ვისაც მართლა საჭიროება აქვს ამისეო და რაღაცა ისე მე თვითონ ბედნიერი ვიყავი. წავედი მონასტერს რაღაც ჭირდებოდა მშენებლობაზე, იმ მონასტერს რაღაცა გარკვეული თანხა დაუტოვე და ამისი სახელი დაუტოვე ამ კაცის. ჩემი ოჯახის კი არა, იმ კაცის, რომ მე ვთქარი, აი განსაცდელსაში ნამყოფი ესა და ეს პიროვნება მოიხსენეთ, იმიტომ რომ ამას დიდი განსაცდელი რა შეიძლება იყოს, რომ შენ უშრომელად შოულობ რაღაცა ფულს. ამაზე დიდი განსაცდელი არაფერი არ არის. ამის შემდგომ რაღაცა ვიღაც გაჭირებულ ოჯახს მივეცი და იგივე უთხარი რომ ეს ჩემგან არ გეგონოთ უბრალოდ ამ კაცმა სახელს ვეუბნებოდი ახლა კი არ ვაკონკრეტებ ამიტომაც ყოველთვის საფრთხილოა მსგავს თანხებთან მსგავს სიტუაციებში რაღაც ადამიანის მოქმედება ძალიან საფრთხილოა ეხლა მე თუ მომცემს ვიღაცა მილიონს ქველმოქმედს დავიქმნო ხვალვე რა პრობლემაა იმას ამდენს მიცემ იმას მინდეს მაგრამ იცით რა შენი შრომით რო გაქვს ეს მოპოვებული და შენი სუფთა სინდისით ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. ტაძარით შეგიძლია აშენო და ქველმოქმედით შეგიძლია გახდე, მაგრამ ეხლა მამუკარო შრომობს დედაღამე ხატავს და მოვპარო მას ის სურათი გავყიდო და ამით მე გავხდე ქველმოქმედი. ნუ ეხლა ხო ცოტა ზნეობრივ და სინდისის საკითხებს ეწინააღმდეგებ. ამიტომ ტაძრის აშენება ვერ უშველეს. სინდისის გაწმენდა უშველეს. მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი ხელთ რომ ჰქონდათ და საყურეები ყურებზე რომ ეკიდა და დაფლა ისინი იაკობმა შექებთან მდგარი მუხის ქვეშ. მე გითხარით რომ ბიბლიაში შემთხვევით არაფერი არ წერია. მობრძანდით. ბიბლიაში შემთხვევით არაფერი არ წერია. დაფლა ისინი იაკობმა შექებთან მდგარი მუხის ქვეშ, ეს იმას ნიშნავს, რადგან ასე დაიწერა, რომ ამას ვიღაცა ოდესღაც აუცილებლად იპოვის და გაახსენდებათ, რომ ბიბლიაში ესე ეწერა ნამდვილად. და დაიძრნენ ღვთის შიში იყო გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ. რას ნიშნავს ღვთის შიში იყო? როგორც კი ეს გაწმენდა მოხდა იაკობში. როგორც კი იაკობმა აბსოლუტურად ყველას აიძულა, რომ ეს მათი თილისმები და ამულეტები და უცხო ღმერთები და ეს კერპები და ტანსაცმლის გამოსვლა, ანუ რაღაცა ტანსაცმლის გამოსვლა იყო სინანულის ანუ აღსარების თქმის წინასახე იყო და სიმბოლო იყო. როგორც კი განეწმინდნენ ეს ადამიანები, მაშინვე შიში და ჩაადაამყარა უფალმა ყველა გარშემო მყოფ ხალხს შორის. იმიტომ რომ თუ ესე არ მოხდებოდა, მაშინ ეს ხალხი აუცილებლად ომს წამოიწყებდა იაკობის ოჯახის წინააღმდეგ და დახოცავდნენ ყველას. შურს იძიებდნენ იმ წინასაქციელის გამო, რაც მათ ჩაიდინეს იქ ქალაქი რო ამოხოცეს. ამიტომაც ისეთი შიში ჩამოაგდო უფალმა აი ამ ხალხებს შორის რომ ვერავინ ვერ გაბედა მასთან შებრძოლება, როდესაც ეს ბანაკი დაიძრა, ესევე მშვიდად გააგრძელეს გზა და წავიდნენ თავიანთ გზაზე და ვერავინ ხმა ვერ გასცა. მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხით ლუსში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის. ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა ამ ადგილს სახელად ელ-ბეთელი. ელ ებრაულად არის ღმერთი. რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. ელ სიტყვა ელით ელოჰიმ გახსოვთ ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ ელოჰიმ საჯულე მაგრამ ელით იწყება ანუ ღმერთ საჯულები შეიძლება ესე ითქვას ელ შადაი ესეთ სიტყვასაც ნახავთ მინდა გითხრათ რომ ბევრი სიტყვა არის ესე შედგენილი მიქაელიც ესეთი შედგენილობის სიტყვა არის როგორც ღმერთი ანგელოზის შესახებ ანუ მსგავსი ღმერთისა როგორც ღმერთი ესეც რამეს ნიშნავს და ალლაჰიც აქედან მოდის იმიტომ რომ მათი ენები ძალიან გავს არაბული და მობრძანდით ჩვენ კი ვამთავრებთ აწი მაგრამ მაინც კაია რო ხედავთ და ალლაჰიც აქედან იმიტომ რომ მათი ვინც იცის ებრაული ენა მას არ გაუჭირდება არაბულის სწავლა და პირიქით ვინც არაბული იცის ებრაული არ გაუჭირდება იმიტომ რომ ერთი ძირი აქვთ აი ამ ენებს მოგეხსენებათ ჩვენ ამაზე ისააკის და ესე იგი ისმაელის ძმობაზე მოყოლილი გვაქვს უკვე ეს ისტორია
მოკვდა დებორა რებეკას დიძა და დამარხეს ბეთელს ქვემოთ მუხის ქვეშ და უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ ბაქუთი, მუხა გლოვისა. ნამდვილად იგლოვეს ეს დებორა, იმიტომ რომ ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო და ერთგული იყო ოჯახისა და რებეკას დიძა იყო ამავდროულად აღზრდელი, რომელიც თან მოყვებოდა რებეკას. კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან არამიდან და დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იაკობი არის ძალიან შეშინებული. ბოლო ფაქტის გამო რაც მოხდა, მისმა შვილებმა რაც ჩაიდინეს, არის ძალიან შეშინებული და კი ღმერთის ბრძანებით მიდის ახლა სადაც მიემგზავრება და ახალი ბანაკი უნდა ააშენოს. ეს სამსხვერპლო უკვე ააგო, როგორც გითხარით და წინ რა უძღოდა ამ სამსხვერპლოს ააგებას, ამის შესახებაც საკმაოდ ვილაპარაკეთ, მაგრამ მაინც შეშინებულია, იმიტომ რომ არ იცის რა მოხდება. ის რომ იმ ხალხში შიშია და ხმას ვერ ცემენ იაკობს, ეს თვითონ იაკობმა კი არ იცის. ეს იცის თვითონ იმ ხალხმა. რომ ვერ ბედავენ იაკობის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ იაკობმა ხო არ იცის, რომ ისინი ვერ ბედავენ ამას. უთხრა ღმერთმა, იაკობია შენი სახელი, აღარ გერქმევა ამერიდან სახელი იაკობი. არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. კვლავ უმეორებს იმ კურთხევას, რომელიც ჩვენ გასულ შეხვედრაზე წავიკითხეთ. გახსოვთ ისრაელი მას როგორ ეწოდა და რას ნიშნავდა ეს ისრაელი? ღვთისთვის მებრძოლს თუ ღმერთთან მებრძოლს. უთხრა ღმერთმა, მე ვარ ღმერთი ყოვლადწლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან. ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისააკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა. იგივეს უმეორებს რა აღთქმაც მან კარგად იცის, მაგრამ ეს გამეორება გახლავთ სწორედ დამშვიდება იაკობისთვის, რადგანაც შეშინებულია როგორც გითხარით. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა. ამ სიტყვაზე მინდა 2 წუთი შევაჩერო თქვენი ყურადღება, იმიტომ რომ გაშორდა არ ნიშნავს იმას, რომ იაკობთან აღარ ურთიერთობს ღმერთი. უბრალოდ დიალოგი, როდესაც შეწყდება, ამას გაშორება ესე აღნიშნავს ბიბლია, იმიტომ რომ ღმერთის არ გადაადგილდება. გაშორება კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი სადღაცას წავიდა. არა, ღმერთი რა თქმა უნდა ყველგან ყოფია და ყოველთვის ყველგანაა. არ არის ის დროით შემოზღუდული, მაგრამ უბრალოდ გაშორდა ნიშნავს, რომ ეს დიალოგი წყდება. გაუმეორა იგივე კურთხევა, რაც აბრაამისთვის იყო მიცეული, უთხრა იგივე იაკობს, რომ შვიდად ყოფილიყო ეს ამბავი ნამდვილად ესე მოხდებოდა და არავითარი ეჭვი არ ქონოდა იაკობს ამ შიშით შეპყრობილს, რომელიც შიშიც მასში იყო. მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა და დაღვარა მასზე საყურელი და წყო ზეთი. ყველა იმ ადგილს, სადაც ღმერთი ეცხადებოდა აბრაამსაც, თუ გახსოვთ, ყოველთვის რაღაცით აღნიშნავდნენ. იაკობიც გახსოვთ, სადაც ის კიბე იხილა, იქ ქვა დადო და ზეთი დაღვარა. ანუ რაღაცა წმინდა ადგილებს, სადაც ღმერთის გამოცხადება ხდებოდა, ყოველთვის განსაკუთრებული პატივით ისინი ეპყრობოდნენ, მაგრამ მინდა გითხრათ ასევე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. ყველა ის ადგილი, სადაც აბრაამს ღმერთი ეცხადებოდა და თქვათ იქ ან ჭასა მოიღებდა, ან რაღაცა ქვას დადებდა თუ საყურელს დაღვრიდა, ყველა იმ ადგილას მერე მის შთამომავლობას რაღაცა განსაცდელები ეწეოდათ ხოლმე. ანუ თითქოს წინასწარ გრძნობდა ამას ყველაფერს აბრაამი და წინასწარ ესე იგი გამოლოცილი ადგილები იყო ეს, რომ მისი შთამომავლობისთვის შემდგომ უკვე განსაცდელი ნაკლები ყოფილიყო. დაიძრნენ ბეთელიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა და მძიმე ჰქონდა მშობიარობა. მართლაც ასე თუ ვინმე ხართ ნამყოფი იერუსალიმში, ნახავთ რომ იერუსალიმიდან ბეთლემის გზაზე რომ მიდიხართ, მარჯვენა მხარეს იქ დაგანახებენ რომ აქ არის რაქელის საფლავი. რაქელი მშობიარობას გადაყვა და რაქელი იქვე დაასაფლავეს, ვერსად ვერ წაიყვანეს, იქვე მოხდა მისი დასაფლავება. ამიტომაც დღევანდელ დღემდე განსაკუთრებული სიწმინდეა ებრაელებისთვის ეს ადგილი, განსაკუთრებულად მიდიან იქ ორსული ქალები და ევედრებიან და ლოცულობენ რაქელისთვის. სულ დგას იქ ყარაულის, სხვათა შორის ავტომატიანი ხალხი. იქ ომია პალესტინელებსა და ებრაელებს შორის და იცავენ მოკლედ ამ რაქელის საფლავსო პალესტინელებმა რაღაცა შეურაცხყოფა არ მიაყენონ რაქელის საფლავს და მინდა გითხრათ რომ შავკანიანი ებრაელები დგანან ძალიან ბევრი. მე არ ვიცოდი ამის მიზეზი რა. შავკანიანი ებრაელი ჯერ ხო თვითონ გასაკვირი ფაქტია, მაგრამ შავკანიანი ებრაელები დგანან და რატომ მეთქი რომ დავსვი ეს კითხვა, მიპასუხეს ასე რომ ისინი თავს თვლიან რომ არიან ბენიამინის შთამომავლები. მობრძანდით. ისინი თავს თვლიან რომ არიან ბენიამინის შთამომავლები და რაქელი ბენიამინზე მშობიარობას გადაყვა. ამიტომაც როგორც მათი ესე იგი დიდი ბებია და დიდი დედა შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებული პატივი აქვს და ეს შავკანიანი ებრაელები იცავენ ხოლმე ამ ადგილს. არა, ქალები მიდიან სალოცავად, თორე კაცებიც მიდიან.
არა, სხვები თქვენ თუ მოგიხდეოთ, არ მიგიშვებენ უბრალოდ ახლოს, უცხოებს არ უშვებენ. თორე თუ მიხვალთ, რა თქმა უნდა, რაქელი წმინდანია ჩვენთვის, როგორც მამამთავრის პატრიარქის ცოლია და თვითონაც წინასწარმეტყველი იყო. როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა. ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლებაო. ეს იცით რა სიტყვებია, ნუ გეშინია. განა არ იცის რომ კვდება რახელი. მაგრამ რადგანაც ვაჟი ეყოლება, ამიტომ ამშვიდებს მას. მაშინ მკვდრად ითვლებოდა ადამიანი, როდესაც ის უშვილოდ კვდებოდა. თუ ადამიანს შვილი არ ყავდა, ნუ მოკვდებოდა და ამბობდნენ რომ მოკვდა და მეტი არაფერი. მაგრამ თუ ადამიანს ყავდა შვილები, ამბობდნენ რომ ის ცოცხალია, მერე რა რომ მოკვდა, მაინც ცოცხალია. პირდაპირ ესეთი გამოთქმა იყო. ნუ გეშინიაო, ეუბნება, იმიტომ რომ კიდე ვაჟი გეყოლავ. რას ნიშნავს? ეს შენი ვაჟი ილოცებს შენზე, ამიტომ შენი კავშირი არ ირღვევა. სიცოცხლე არ წყდება. თითქოს იმის სიცოცხლე წყდებოდა, ვისაც შვილი არ რჩებოდა. რა თქმა უნდა, სული ცოცხალია და სული ცოცხლობს და ღმერთი ამას ხედავს, მაგრამ ესეთი ტრადიცია იყო ებრაელებში და ამიტომაც ამშვიდებს ესე რომ ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება. სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ ყონი, ძე ჩემი ტკივილისა, ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი, ძე მარჯვენისა. მამამ შეუცვალა სახელი, იმიტომ რომ ძალიან ტრაგიკული სახელი ერქვა. და ამიტომ დაარქვა ბენიამინი მას სახელად, იმიტომ რომ რო კვდებოდა, მაშინ ამოიძახა, რომ ეს სახელი იყოს მისიო და ნუ ძალიან ტრაგიკული სახელი იყო. ხა ძე ჩემი ტკივილისა, ანუ მთელი ცხოვრება ეს ადამიანი უნდა დატანჯულიყო ამ სახელის ტარებით, რომ თავი შეიძლება დაედანაშაულებინა, რომ დედამისის სიკვდილის მიზეზი თვითონ გახდა. ამიტომაც მამა მას შეუცვლის სახელს. მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე, ეს არის ბეთლემი. აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე, ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე. არ ვიცი ახლა ეს იგივე სვეტი არის თუ არა, მაგრამ სვეტი ნამდვილად დგას. გაიმ შეიძლება ახლა მე რაღაცა ომების დროს ის სვეტი დაანგრიეს და მე ახალი აშენეს სხვებმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სვეტი დგას. გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის ბოდლის უკან. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან და გაიგო ეს ისრაელმა. ნახეთ, კიდევ ერთ ამბავს გვიყვება მისი შვილის შესახებ, სისხლის აღრევის ცოდვის შესახებ. ანუ რუბენი, რომელიც არის მისი უფროსი ვაჟი და ორი მხევალი ხო ყავდა კიდე ზილფა და ბილჰა. ბილჰასთან შევიდა და დაწვა, იცხოვრა მასთან. ანუ მისმა ესე იგი გამოდიოდა რომ მამამისის ცოლი იყო რა, იგივე ცოლი იყო, ეხლა გასაგებია რომ მხევალი იყო, მაგრამ სისხლის აღრევა მოხდა და ეს ცოდვა იყო და გაიგო ეს მამამისმა ისრაელმაო და ნუ რა თქმა უნდა ტრაგედია იყო ესეც ოჯახისთვის, არ შეიძლებოდა ესეთი რამ რომ მომხდარიყო. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, რატომ არის ეს ყველა, რატომ არ შეეძლო ბიბლიაში ეს არ დაწერილიყო, ჩვენ ვერც გავიგებდით ამას ვერაფერს. ეს პირდაპირ გეუბნება იმას, რომ ეს ადამიანი რჩეულები იმიტომ კი არ არიან, რომ უნაკლოები იყვნენ და ვაიმე არაფერი არ შეშლიათ ამ ქვეყანაზე. არა, მიუხედავად ამისა, მიუხედავად ასეთი ხასიათისა, რაც ვილაპარაკეთ ჩვენ სიმონზე და ლევიზე. მიუხედავად ამ ხასიათისა, რაც გააკეთა რუბენმა. და ჩვენ კიდე წავიკითხავთ, კიდე რეებს იზავენ ეს ძმები. საკუთარ ძმასაც რო გაყიდიან. მიუხედავად ამისა, რჩეული ერის მამამთავრები არიან, არა იმით, რომ პირადად დაიმსახურეს მას თავიანთი ზნეობრივი ცხოვრებით, არამედ იმიტომ, რომ ისინი მაინც ინახავდნენ აი ამ ჟულს, რომელიც ჟულიც მათ ჰქონდათ მიცემული სწორედ შესანახად. მართლა ამისთვის ჰქონდათ მიცემული, რომ შეენახათ. ამიტომაც ნახეთ ქრისტიანული სარწმუნოება, სწორედ რაში შეიძლება ამ სიტუაციას ახლა რაც წავიკითხეთ, ვამსგავსოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვართ ჩვენ ეკლესიაში, რა უნაკლოები, ვინც ეკლესიაში დავდივართ, ნაკლი აღარ გვაქვს, ცოდვებს აღარ ვცოდავთ თუ როგორ არის. მაგრამ მიუხედავად ამ ცოდვებისა, სხვაგან სად უნდა წახვიდეთ, მითხარით? იცით უკეთესი ადგილი, სადაც ცოდვათა შენდობა შეიძლება მიიღოთ. თუ იცით, მეც მითხარით და მეც ამოვა, მაგრამ მე არ მეგულება ესეთი ადგილი. ცოდვათა მიტევება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე ღმერთის საშუალებით. და ქრისტე ღმერთი იმყოფება იქ, სადაც არის მადლიერების ღვთისმსახურება, მსხვერპლ შეწირვა, სამადლობელი მსხვერპლი. და ამ მსხვერპლს ქვია რა იცით, რას ვწირავთ ჩვენ? გული შემოსვლილი, ღმერთმა არა შეურაცხყოფა 50 ფსალმოს ხო კითხულობ. რა არის მსხვერპლის შესაწირავი? გული შემოსვლილი და სული დამდაბლებული. ეს არის სწორედ ჩვენი შესაძლებელი. ღმერთს აბა როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენი გამომცხვარი პური უნდა თუ ჩვენი დაწურული ღვინო? თუ ცხარი,
თუ სანთლები დიდი კონა ესე რომ მოიტანს ვიღაცა დაანთებს ღმერთო წოდები შემიძლია არა გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხოს თუ არ იქნა დამდაბლებული გული და შემოსრული გული ეს არის შენი წვების შეწირვა და ამიტომაც რაც ოდვასაც არ უნდა ჩადიოდეს ადამიანი სხვა გზა არ აქვს უნდა წავიდეს და მოინანიოს იქ სადაც მოსანა ეს ისეთივე მარტივი რაღაცაა ეხლა ალბათ რო გახდები საავადმყოფოს გარდა სად შეიძლება წახვიდე საავადმყოფოს გარდა სად შეიძლება გიმკურნალონ მითხარით ტყეში სადმე მთაზე თუ სად საავადმყოფოში უნდა მიხვიდე იმის რომ იმკურნა ესეთივე არის ეკლესია ესეთივე არიან ეს ადამიანებიც მაგრამ მათი წია რომ ჯული უნდა შეინახონ და ინახავენ ჯულს ამის მერე ჩამოთვლილია შვილების სახელები და მორჩებით ეხლა დაგღალეთ მე მგონი თქვენ და მალე დავამთავრებ ლეას ძენი იყვნენ რუბენი იაკობის პირმშო რომელმაც ბილჰასთან დაწვა გითხარით უკვე სიმონი ლევი იუდა ისაქარი და ზაბულონი აი ამ ლეას შვილებიდან ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ლევიზე და იუდაზე რომელიც არის მესამე და მეოთხე შვილი ლევის თავმომავლობაში შემდგომში გაჩნდება სამღვდელოება ანუ ლევის თავმომავალია მოსე და აარონი და აარონიანის უშუალო ყველა თავმომავალი მღვდლად ხელდასხმულია და ლევის სხვა შტოს წარმომადგენლები გახლავთ ტაძრის მსახურები იუდას თავმომავლობაში გაჩნდებიან მეფეები და კონკრეტულად იესო ქრისტე, იმიტომ რომ იესო ქრისტე მეფის თავმომავალია დავით მეფის მოგეხსენება. ამიტომ ამ ლეას ძეებში ეს ორი ძალიან საყურებელი ჩვენ ამაზე ცალ-ცალკე მოგვიწევს რაღაცა ისტორიების წაკითხვა ამავე წიგნში, მაგრამ ეხლა რო იცოდეთ. ჩვენ ეხლა დავიწყებთ მართალი გითხრათ, შემდეგიდან დავიწყებთ უკვე იოსების ისტორიის კითხვას. და ეს წიგნი დამთავრდება იოსების ისტორიით, მაგრამ ძალიან საინტერესო ჩართვაა 38 თავში იუდას ისტორიას წავიკითხე. ერთ თავშია მარტო იუდას ისტორია. დანარჩენი სულ იოსების ისტორია იქნება აწირასაც წავიკითხავ. ეს შეწყდება ახლა იაკობიცაა, ნახსენები თავის ძმებიცაა, მაგრამ ძირითადად იოსებზე ვილაპარაკებთ. მაგრამ ერთი იუდას შესახებ აუცილებლად იქნება ლაპარაკი და რატომ ამას გეტყვით, როცა მივალთ 36 თავს. რახელის ძენი იყვნენ იოსები და ბენიამინი. ნუ ბენიამინის მშობიარობას გადაყვა. ბილჰას ძენი იყვნენ რახელის მხევლისა დანი და ნაფთალი. მე გითხარით დანისგან ისე ვამახვილებ ყურადღებას ანტიქრისტეს ელოდება სამყარო. ზილფას ძენი ლიას მხევლები გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელიც შეეძინა მას ფადან არამში. მივიდა იაკობი ისააკთან, აღმოჩნდა რომ ისააკი ისევ ცოცხალია. მივიდა იაკობი ისააკთან, მამამისთან მამრეში, რომელიც მამრეს აბრაამისა და ცხოვრობდა, იქ ცხოვრობს ისააკი, მამრეში კირიათ რებათში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისააკი. 180 წლისა იყო ისააკი, მე გითხარით, როდესაც კონკრეტდება მისი სახელი და კონკრეტდება მისი ასაკი, რას აკეთებს ამ დროს ბიბლია აქებს ადამიანს. ანუ ისააკის შესახებ ამბობს, რომ ეს არის ნამდვილი პატრიარქი და მამამთავარი. აღესრულა ისააკი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს. მოხუცებული და ხანსრული და დამარხეს იგი ეს ბოლომუხლე რასაც ვკითხულობ ძალიან საინტერესო ესავმა და იაკობმა მისმა შვილებმა წინ ესავი დასახელდა ამის ამ თავის დასასრულში და რატომ იმიტომ რომ ეს პირდაპირ ბიბლია ამას იყვება როცა ამას წაიკითხავთ უნდა იცოდეთ რომ ესავმა შეინანა მოინანია თავის დანაშაული მამის წინაშეს თავისი ძმის წინაშეს და ამიტომაც ბიბლიამ დაასახელა ის კვლავ პირველი დიახ, გახსოვთ ისმაელის შესახებაც ისააკთან მიმართებაში, რომ არ სახელდებოდა ისმაელი, მაგრამ როდესაც აბრაამი გარდაიცვალა, იქ წერია ისმაილმა და ისააკმა როგორ დაკრძალეს, ესე იგი, აბრაამი. რატომ დასახელდა? იმიტომ რომ ისმაილმაც მოინანია და გახდა ის თავისი მამის ღირსეული შვილი. ისევე როგორც ესავი, ესე დასრულდა ჩვენი 35 თავი.